ჩვენ შევდივართ Hypershin Sonic-ში, GTA ხაში. Hypersonic და მისი დამხმარეები აპირებენ შეჭამონ ყველა Sonic-ის მეგობარი და ვერავინ შეაჩერებს მათ. ჩვენ შევძლებთ მოუპაროთ ქაოსის იმედები, რათა განმოვითაროთ ჩვენი Hypersonic-ის ფორმა ყველაზე ძლიერამდე. შევიდეთ მასში და დავამარცხოთ ის. წავედით! Guantala! Walla papa, დაზევით! დაქვემოთ! დიახ, ეს არის პარკური. მიყვარს. პარკური აქეთ. პარკური იქით. რა სწრაფად მოძრაობ და რა მაგრად მოძრაობ. და რა ჯანდაბა ეს ყველაფერი იქ. მგონი ჩემი პარკური ახლა გამომადგება, რომ ვნახო რა ხდება იქ. ვალა, ხტები ზევით, ხტები ქვემოთ, ხტები გვერდზე. და აქ ვარ. რა ხდება Tails? ღმერთო ჩემო, Sonic, კარგია რომ მოხვედი. ეს საშინელებაა. ყველაფერი რასაც აქ ხედავ არის ენა, რომელიც მონსტრმა გამოაჩინა. ამ მონსტრმა კი თავის დამხმარეები გამოავლინა და ეხლა ცდილობს გაანადგუროს მსოფლიო. და ეს არავის სხვა, თუ არა Hypershin Sonic-ი. გარდა ამისა, მას ემი პირში ჰყავს. თუ არ იჩქარებ, მალე შთანთქავს მას. გარდა ამისა, მის Hypershin Shadows, Hyper Shadow ჰყავს გატაცებული. ასევე Hypershin Emits. და ამასთან ერთად მათ ქაოსის ზურმუხტებიც აქვთ. უნდა დაამარცხო ისინი ყველა და გადაარჩინა ჩვენი მეგობრები ზურმუხტების სალით. კარგი, საბედნიეროდ ეს არაფერია, რაც მე არ შემიძლია გავაკეთო. ნუ იდარდებ Tails. პარკურს ცოტა ხნით გვერდზე გადავდებ და ზურმუხტების ძალას გამოვიყენებ, რომ Hypersonic-ის ფორმა გავხსნა. Hypersonic-ად ვიქნები ისეთი ძლიერი, რომ იმ სულელურ მხეცემს გავანადგურებ. ასე რომ მივდივარ. დიახ, Hypersonic-ი მოვიდა. და ესენი ენერგიის მიმღებები, არა? იქ, ეს არის Hypersonic-ის ძალა. Super! ეხლა ამას გამოვიყენებ, რომ ეს ენერგიის მიმღებები ავაფეთქო. ჯერ დავიწყოთ კარგი ენერგიის სხივით. დიახ! სამუდამოდ გემშვიდობები მიმღებო. არაფერში არ ვარგიხარ. დიახ! კარგი. ბოდიში Tails, მაგრამ ეს საოცარია. უნდა წავიდე შემდეგ ენერგიის მიმღებამდე. ვნახოთ, ვცდი ცოტა ფრენას. თუმცა ბევრს ვერ შევძლებ. მგონი ამას ზალპს გავუშვებ. დიახ! გაბიტავისუფლე გზა, მხოლოდ ხელს მიშლი წყეულო ენერგიის მიმღებო. ვერ შევძლე დიდხანს აერში დარჩენას. ეხლა შემდეგზე გადავდივართ. გამოუშვებ ჩემს Hypersonic-ულ ძალას და ამ სხივით დაგარტყამ. დიახ! შეიწავე ჩემი Hypersonic-ული ენერგია სრულად. წავედით! დიახ! გამეცალე გზიდან ენერგიის მიმღებო. ვერ შემაჩერებ. დიახ! ძალიან მარტივი, არა? და ეხლა მივდივარ ბოლო ენერგიის მიმღებთან. ყველაფერს მოგაყრი. ეხლა ნახავ, რა არის Hypersonic-ის ნამდვილი ძალა. წამო, ჯანდაბა, პირდაპირ მიმღების ცენტრში ვარტყამ. რატომ არ მუშაობს? მგონი მთელი ჩემი ძალა უნდა გამოუშვა. ასე რომ, წავედი. მხოლოდ ერთი ქაოსის ზურმუხტის ძალა მაქვს, მაგრამ ესეც საკმარისია, რომ გავაკეთო ეს ჰიპერსხივი. წამო, გამეცალე გზიდან ენერგიის მიმღებო. დიახ! კარგი, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ შევძელი. ეხლა დროა, ღმერთო ჩემო, რა უზარმაზარი მონსტრია. უნდა დავამარცხო, როგორც არ უნდა იყოს. ფრთხილად Sonic, ეს მონსტრი ძალიან ძლიერია. მე წამებში დამამცხვრია. აბარას ხედავთ აქ. სულელო Sonic, გონია რომ საკმარისი ძალა გაქვს რომ გამანადგურო. ნუ გამაცინებ. ჩვენ Hypershin Sonic-ები მთელ მსოფლიოს გავანადგურებთ და შენბეკ. არ მაინტერესებს თქვენი გეგმები, რადგან ყველა მათგანს ჩაგიშლით, იდიოტო. მაშ მოემზადე, რადგან მე შენ შეგჭამდა. შენ მართლა გონია რომ სულელი ვარ. ჩემს ძალას გამოვიყენებ, ცოტას ვიფრენ და შენ სუს წერტილთან მივალ. აშკარა ჩანს რომ შენს კუდებს Hypershin Sonic-ის ძალა არ შეუწოვიათ. ასე რომ შემიძლია ელვო შეგიშვა კუდებში. დიახ! ეს მიიღე სულელო. და მე გამოვიყვანე Metal Sonic-ი გალიიდან, მეგობრებო. დიდი მადლობა მეგობარო, ყოველთვის გენდობოდი. ეხლა გამოიყენე ქაოსის ზურმუხტის ძალა შენი ფორმის გასაუმჯობესებლად. და მე ვიქცევი სატრანსპორტო საშუალებად, რომ დაგეხმარო შემდეგი გამოცდის გადალახვაში. შენ Sonic-ისთვის სატრანსპორტო საშუალებად იკეცი, მგელო. მგონია ეს ნიშნავს, რომ ჩემი შემდეგი ტრანსფორმაცია ლეგენდარული იქნება.
სწრაფად მეგობრებო, გაქვთ მხოლოდ 23 რომ დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი და ჩართოთ ზარი, რათა გააუმჯობესოთ ჰაიპერსონიკის ფორმა. გარდა ამისა, თუ კომენტარებში სიტყვა შინსონიკს არ დაწერ, პირდაპირ შენთან მოვა. ასე რომ მე შენს ადგილას ვიჩქარებდი, დრო იწურება. არა, კი! მე ვარ ჰიპერსონიკი მგლის ფორმით, მომწონს ეს ევოლუცია. და ეხლა მყავს მაგარი მანქანა, რომ ამ დიდ აღმართს შევეჭიდო. ძნელი იქნება, მაგრამ შემიძლია თუ საბურავებს დავატრიალებდა. წავედი! მივდივარ მთელი ძალით. კარგი, ცოტათი ვკარგავ კონტროლს, მაგრამ შემიძლია ისევ სწორ გზაზე დავაყენო. დიახ, მივდივარ მთელი ძალით. წავედით! აი, კარგი. კარგი ტურბო ჩავხტე. წავედი. ხო, აქ თუ დავაჭერ. ღმერთო ჩემო, გამომივიდა. ძალიან მაგარი დაშვება იყო. ეხლა ამ ძალას გამოვიყენებ, რომ იმ მონსტრებთან გავასწრო ანგარიში. მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ამას ეწოდება გადავლა. წავედით. ხო! ერთი აქ, მეორე აქ, კიდევ ერთი იქ და კიდევ ერთი აქ. წავედით და შენ გეგონა რომ გაიქცეოდი. ნუ გამაცინებ. ეს მანქანა ყველას მარტივად გადაუარებს. და ეხლა ბოლო სპრინტი. წავედით. არა მანქანა. ჯანდაბა, ჩავარდა სიცავიელეში. მაშინ სხვა გზა არ მაქვს. უნდა გავაგრძელო პარკური. შენ აქედან გაეთრიე, სულელო არსება. და შენზეც არ დამუიწყებია. და არც ერთი თქვენგანი არ დამუიწყებია, ლუზერებო. ხო, გამეცალეთ გზიდან, პატარა უცხულებო. აი ეს არის დიდი ჰიპერსონიკის ძალა, რომელიც კიდევ უფრო მაღალ დონეზეა გაუმჯობესებული. დიახ! არა სონიკ, ფრთხილად იყავი, ეს ჰიპერკნაკლზი ძალიან ძლიერია. ვართლა გონია რომ დამამაცებ, ჰიპერსონიკო. მე შენი მეგობარი მოვიტაცე და შენც მოგიტაცებ. ორივე შეგჯამთ. მართლა სონიკო, ფრთხილად იყავი, ის ისეთი ძლიერია რომ სუსტი წერტილი არ აქვს და გთხოვ ნაკალს, დარწმუნებული ვარ მისი სუსტი წერტილი პარკურია. მოდი, ნახე თუ დამიჭერ. ნახე როგორ მოძრაობ. ოჰო! პარკური, კიდევ პარკური, მოგწონს ეს? და რა თქმა უნდა, კარგი მუშტების წვიმა. და ყველაფრის დასასრულებლად, ჩემი ჰიპერსონიკი ძალა ენერგიის, უზარმაზარი ჰიპერბოლი. დიახ! კარგი, აქ ჰიპერკნაკლს ტეიპსი აღარ ჩანს. შესანიშნავია სონიკ, გაანადგურე ის. შენი ძალა საოცარია. ეხლა უნდა გამოიყენო მისი ქაოსის ზურმუხტის ძალა. დარწმუნებული ვარ, ახალ სუპერძალოვან ფორმას მიიღებ. რა თქმა უნდა, მეგობარო, დავასრულოთ ეს. დიახ, ეს საოცარია, რა ძალა! ეხლა მგონია რომ იმ სასახლეში რაც არ უნდა შემხდეს, ვერაფერს დამაკლებს. ყველაფერს შევძლებ. წავედით. დიახ, ტოკ. არის ვინმე ამ დახრილ ციხესიმაგრეში? არ მაინტერესებს. ძალით შევალ. დიახ, ძალიან მარტივია. და აი ვიღაც მელოდება. ჩონჩხები ცეცხლოვანი מחვილებით. ეს მტკივა სულელო. მოდით, აი ეს მიირეთ. ასე რომ რამდენიმე მონსტრია, რომლებიც ცდილობენ ზემოთ ასვლაში ხელი შემიშალონ, ხომ ასეა? და ეს თქვენ ხართ, ხომ ასეა? აი ეს მიიღეთ. არ დამესხა თავს თქვენი სულელური מחვილებით. მე ვარ ჯოჯოხეთის ბატონი. აი ეს მიიღეთ. ძალიან მარტივია სულელებო. ცოტა მეტი უნდა ეცადოთ. უბრალო ჩონჩხებით ვერ შემაჩერემთ, ხო იცით არა? მაგრამ კარგი, რა გაეწყობა? ამ სულელური სასახლიდან მაინც გავალ. ლავა წვავს. და ჩონჩხებიც ასევე. აი ასე. მიიღეს. წადი შენს მეგობართან ერთად. და შენ სად მიდიხარ? ჩონჩხო. შენ ჩემთვის საკმარისი არ ხარ. წადი შენს მეგობართან. ხო. ყველანი გამეცალეთ გზიდან. თქვენ იყავით საწოდავები და იმედგამაცრუებლები. ვერ შეძლეთ ჩემი შეჩერება რომ სასახლეში თავისუფლად შევსულიყავი და გამოვსულიყავი. და მართლა ეხლა კიდევ მოდიხართ. ეს უბრალოდ სასაცილო იყო. ეხლა კი დროა შენ შეგებრძოლო, შინ ეიმი. აჩა, გამეცალე შენ. ხო, სულელო, გაათავისუფლებამ უბედურ დოქტორ ეგმენს თუ არა? მანთა გონია და შენს წინაშე დავიხე სულელო. ჩვენი ლიდერი სულ მალე შეკამს ჰიპერეიმის. და მაშინ მისი ტრანსფორმაცია დასრულდება და ის დაიპყრობს მსოფლიოს. არა, სონიკ, ფრთხილად იყავი, ის გიჟია, ფსიქოპათია და ყველას გაანადგურებს და თუ შეძლებ მის დამარცხებას.
უნდა წაიღო ქაოსის ზურმუხტი და მოტოციკლი, რომელიც მზად დაგიტოვე, მაგრამ არ ვიცი რა არის მისი სუსტი წერტილი. დაიჩულე, დაგამთავრებ. ზუსტად ისე, როგორც ყველას დავამთავრებ, და? ო, დოქტორ ეგმენ, როგორც ჩანს ახალი ხარ, ემის სუსტი წერტილი სონიკია. ნუ ღელავ, ამას მე მივხედავ. გამარჯობა, ემი. ძვირფასო, მინდა გთხოვო მთელი გულით და იმ სიყვარულით, რაც შენს მიმართ მაქვს, გამატარო. რადგან მიუხედავად იმისა, რომ შენ მონსტრი ხარ და მე არა ვარ მონსტრი, გასაგებია? ერთად შეგვიძლია მომავალი გქონდეს. დაივიწყე ის ჰიპერშინ სონიკი, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ გაფასებს და მოდი ნამდვილ სონიკთან. მართლა ამბობ ამას, ყოველთვის ელოდი შენ მეინდაკს. ერთად გავიქცეთ სხვა სამყაროში და... მაპატია ამისთვის ჰიპერეიმი, მაგრამ ეს ერთადერთი გზა იყო. იმედი მაქვს, ახლა მაინც გაიგებ. შვიდობით ძვირფასო. იმედი მაქვს, ოდესმე ნამდვილი სიყვარული იპოვო. ეხლა კი ეგმენ, მე გამოგიყვან იქიდან. მორჩა, რა ადვილი იყო. დიდი მადლობა, სონიკ, უდავოდ საუკეთესო ხარ. ეხლა წადი დარჩენილი ზურმუხტის ასაღებად და გამოიყენე მოტოციკლი, რომელიც ავაგე, რომ სიკვდილის რამპა გადალახო. არასოდეს მიფიქრიე, რომ ამას ვითხოვდი, მაგრამ მადლობა, დოქტორ ეგმენ. დადგადრო, რომ ერთ-ერთი ჩემი ბოლო ტრანსფორმაცია მივიღო. რიჩას დარწმუნებული ვარ, შინ სონიკს დავამარცხებ. ღმერთო ჩემო, მე ვარ პატარა შინ სონიკი, ჰიპერფორმაში. ფიქრობ ეს საუკეთესოა, რაც შემეძლო გამეკეთებინა, რომ იმ ურჩხულს შევებრძოლო. მაშ, მივდივარ დოქტორ ეგმენის მაგარ მოტოზე. ვათბობ ზრავებს და მზად ვარ ყველაფრისთვის. დიახ. დედა ჩემო, რა საშინელი ვარდნა იყო, მაგრამ შემიძლია ამის გაკეთება. ბოლომდე ვაწვევი და ტურბოს ბოლომდე ვთავ. დიახ. თუმცა, ცოტა შორს წავედი, მაგრამ ეს არაფერია. ამ მაგარი მოტოს ტურბოს ძალა ყველაფერს გამოასწორებს. შემიძლია ჰაერში საუკეთესო გზით შევინარჩუნო. და ასე, ზედმეტი მომევიდა, მაგრამ შემიძლია ისევ სწორ გზაზე დავბრუნდე, რადგან ეს ტურბო საოცარია. ძალიან მაგარი დაშვება. და ეხლა, ვაუ! უნდა დავიწყო ბომბების არიდება. აი ამით ვარ დაკავებული. კარგი, ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან. ეხლა აქ ტრიალებ გვერდზე ვული და ვაგრძელებ ტრიალს. წავედი, ძალიან კარგად გამომდის. შუაში გავდივარ, ისევ ტრიალებ. ჰო! კიდევ ერთხელ, ყველას შუაში. არაფერს ვხედავ ამ ბოლში. ძალიან სახიფათოა, მაგრამ ბოლო სპრინტს გავაკეთებ. ხოლოდ ეს შეიძლება გამომიყვანოს აქედან. წავედი! არა! ბომბას შევეჯახე და ძალა დამაგდა. მოტოციკლეტი კი ქვემოთ ჩავარდა. როგორც ჩანს, ეხლა ცოტა უფრო სუსტი ვარ, მაგრამ ჩემი მცირე ენერგია უნდა შევინარჩუნო. და აი ეს უნდა გავაკეთო პარკურში. ფრენა საერთოდ არ შემიძლია. დავხარჯავ მთელ ჩემს პოტენციალს და უნდა შევინახო ის მონსტრისთვის, რომელიც წინ მელოდება. ასე რომ წავედით, უნდა გავაგრძელო აქედან როგორც შემიძლია ავიდე. თავარია ქვემოთ არ ჩავიხედო. რა თავბრუსხვევა! წავედით! უნდა დავჩემ მტკიცე და ძლიერი. ეს არის ის, რაც ჩემს მეგობრებს სჭირდებათ, რომ შევძლო მათი გადარჩენა. ხო? დიახ, ავედი მაღლა. შესანიშნავია, პარკური დასრულდა. და კიდევ ერთი პარკური, ჯანდაბა. კარვი არ დავნევდები. მოვდივარ. არაფერი და არავინ არსებობს, ვინც შემაჩერებს, თუ სერიოზულად მოვეკიდები. ასე რომ, წავედით. თითქმის პირველ ნახტომზე დავარდი. ეხლა აქეთ, დიახ. თითქმის დავარდი და ქვემოთ უფსკრული ნამდვილად საშიში ჩანს. კარგი, აქედან ავდივარ იდეალურად. და ეხლა აქეთ, თუ ფრთხილად გავაკეთებ? არა! ჯანდაბა, თითქმის ჩავარდი სიცარიელეში. უნდა ვიყო უფრო ფრთხილად, ვიდრე აქამდე ვიყავი. მხოლოდ ასე შევძლებ ამას. კარგი, ნახტომ, ნელ-ნელა. შემიძლია ეს, დიახ. აქ ცოტა სირბილით შემიძლია. აქ უნდა გავჩერდე. ეხლა ერთი ნახტომი. და აქ კიდევ ერთი ნახტომი. კარგი, მგონი უკვე გამომივიდა. უბრალოდ აქედან და აქედან უნდა ავიდე. და დიახ. ეს ნამდვილად გამომივიდა. ეს იყო საბოლოო პარკური. კარგი, სულელო მონსტრო, მზად ვარ შენთან გასამკლავებლად, ხომ ასეა, შადოუ? ფრთხილად იყავი, სონიკ, ეს ურჩხული ძალიან ძლიერია და... მე ვნახე რა გაუკეთე ჩემს მეგობრებს და ნუ გგონია რომ ჩემთანაც ასე ადვინი იქნება. მე ვარ ჰიპერსინ შადოუ, სრულყოფილი სიცოცხლის ფორმა. და არაფერი და არავინ შეძლებს ჩემს დამარცხებას. კარგი, იცი რა, ეხლა მე ვარ ჰიპერში სონიკი პატარა ფორმაში და მე ვარ შენი ცხეული ლიდერი. მე შევინახე მთელი ჩემი ენერგია რომ ეხლა გამოუშვა და დაგამთავრო. წინ! აიღეს დათქმების წვიმა! დიახ! ჰიპერენერგიის სხივი! აი დაბრუნდა!
საკმაოდ ძლიერია და აქვს ღმერთო, ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, მაგრამ მე უფრო მეტი შემიძლია. წავედით. ენერგია სწორად უნდა გადავანაწილო. ვერ შევძლე დიდხანს აირში დარჩენას. აი. გავაგდე ხომ ასეა? იქ არის. და მაინც ბრუნდება. მას ძალიან დიდი ძალა აქვს, მაგრამ მე კიდევ უფრო მეტი ძალა შემიძლია მქონდეს. აიღე, ჩემი ჰიპერსონიკის სხივი. დიახ, ის მაინც ძალიან ძლიერია და ჩემს დარტყმებს კარგად უძლებს. უნდა მივაყენო საბოლოო დარტყმა, რომ ვეღარ წამოდგეს. და ეს იქნება ძლიერი აფეთქება. დიახ, გამოვიდა. ნახვამდის, სულელო. Shadow, ჩემი ბოლო ენერგიით გამოგიყვან იქიდან. წავედით, ხო? დიდი მადლობა სონიკ, მეც დავიღალე. მაგრამ მოგცემ ჩემს მთელ ქაოსის ძალას, რომ შეძლო ბოლო გამოცდის გადალახვა და მიაღწიო ყველაზე ძლიერ ბოლო ზურმუხტს. წინ გადაარჩინე მსოფლიო სონიკ, გააკეთე ის, რაც მე ვერ შემძელი. გავაკეთებ Shadow. დიდი მადლობა დახმარებისთვის Shadow. ეხლა ქაოსის ძალა მაქვს. ეს ნიშნავს, რომ ეხლა ქაოსის კონტროლი. კარგი, პირველი ადვილად გადავლახე. მეორე, წავედით. არა, მეგონა რომ გადავლახე. მერე კი დავვარდი. უნდა სწორად გავაკეთო. კარგი, ქაოსის კონტროლი. რომ ტელეპორტაციით გადამიყვანოს. დიახ, საკმაოდ მარტივია. და ბოლო, ყველაზე რთული. ეკლები არ ჩერდებიან. შეიძლება თუ კუთხიდან მოვალ. მაგლა ამაგდო. თუმცა შეიძლება გამოვიყენო ეს და წავიდე. ქაოსის კონტროლი. რთულია, მაგრამ წავედით. ამჯერად შევძლებ. ქაოსის კონტროლი. ტროლ! დიახ, შევძელი. და ეხლა აქ ვარ. მზად ვარ რომ ეს დავასრულო. ჰიპერ შინ სონიკ. მართლა დადგა ის მომენტი, რომელსაც ასე ძალიან ველოდი. Sonic, თოლ დამეხმარე, ვეს ჩემს ჰიპერფორმაში ვერაფერი შევძენი, გადამარჩინე. ჩუმად, სულელო, შენ ჩემი უზარმაზარი ენის ნაწილი ხარ, რომელიც მალე მთელ მსოფლიოს შტანდქავს. და ახლა შენ, Sonic, მასთან და შენს ყველა მეგობართან ერთად მოკვდები, ეს დასასრულია. ლამაზი სიტყვებია, მაგრამ სანამ ენას უკან შეიტან, ბოლო ზურმუხტის ძალას შევიწევ და კარგად გცემ. ეს ჰიპერსონიკის ნამდვილი ძალა. ეხლა დიდი ვარ, ძლიერი, შეუჩერებელი და შენსას მიიღებ. დროა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს ყველაფერი. ძალიან კარგი, მოემზადე, ეიმი, ახლა შიგნით შედიხარ, ენას უკან შევიდან და ყველაფერს დავასრულებთ. უკვე ენა უკან შეიტანა და ეხლა ყველაფრით მოდის. უნდა გამოვიყენო ჩემი შინაგანი ძალა, რომ ეიმი გავათავისუფლო. წეულო მონსტრო, ეს და ეს, მიდი, არ მოგცემ უფლებას, მომიღო ბოლო ან დამამარცხო, დიახ. მოდი აქ. იყვარს ის ძალა, რაც მაქვს. ეს ელვის ნაჭერი. ჯანდაბა, რა ძალა აქვს. უდავოდ ყველაზე ძლიერია, მათ შორის ვისთანაც ოდესმე მიბრძოლია. მაგრამ ეხლა ჰიპერსონიკის ძალა ბევრად უფრო მაღალი მაქვს, ვიდრე ოდესმე გინახავს. ეხლა მე ვარ საბოლოო ფაზის ჰიპერსონიკი. ამიტომ ვერაფრით დამამარცხებ. შევალი მსულელურ და სუნიან პირში, რაც გაქვს. და მაშინ არა მხოლოდ დაგამარცხებ, არამედ ემისაც გამოვიყვან იქიდან. ეს და ეს. რა ძლიერია, ძალიან დიდი ძალა აქვს და შიგნით ძალიან ღრმაა და ბნელია, მაგრამ მაინც შევალ და ყველაფერს დავასრულებ. სულელო ჰიპერშინ სონიკო, ვერ მომერევი. ეს და ძალიან დიდი ძალა, მაგრამ მეც ბევრი ძალა მაქვს. სხვა გზა აღარ დამჭა. უნდა გამოუშვა ყველაფერი, რაც ქაოსის ზურმუხტების წყალობით დავაგროვე. ერთიან შეტევაში. მგონი სხვა გზა აღარ მაქვს. თუ ამას გავაკეთებ, დავამარცხებ მას. თუმცა დაუკარგავ ჰიპერსონიკის ფორმას, მაგრამ ეს ერთადერთი გზა, ასე რომ მოემზადე. ეს არის ჩემი ჰიპერსონიკის მთელი ძალა. დიახ. წამო! დიახ, დავწვის, დავამარცხე და ის აბსოლუტურ სისარიელეში დაიკარგა. თუმცა, ჩემი ძალა, კარგი. აქ დავამთავრე ჩემი. მოიცადე ერთი წუთით. თუ დავამარცხე ის, სად არის ეიმი? არა. ვარდება, უნდა გადავარჩინო ის. დიახ. ჩემი საოცარი ძალის წყალობით შევძელი ძალის გაზრდა და ასე შეგინარჩუნე ჰაერში, სანამ რამეს იტკენდი, ეიმი.
ეხლა კარგად ხარ, ყველაფერი წესრიგშია და რა ჯანდაბა, წამომყევი უკან. ჯერ კიდევ უმაბს ჰიპერსონიკის ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ძლიერი არ არის, არა უშავს. და ამით შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები დანარჩენ სამყაროში. ო, დიახ.